ვფიქრობ, რომ ბრწყინვალე იდეაა და შესანიშნავი ღონისძიება იმისათვის, რომ ფან-კლუბისა და კლუბის ერთად შრომა, ერთმანეთის მხარდაჭერა აუცილებლად იყო, ყოველთვის არის და იქნება. ამავე დროს ჩვენ სტადიონს, ჩვენს ბაზას გალამაზება სჭირდება და ეს აქციაც ალბათ მიმართულია იმისაკენ, რომ ბუნება გალამაზდეს, ჩვენი სტადიონი გალამაზდეს და ჩვენი ურთიერთობები ასევე კლუბისა და ფან-კლუბისა გალამაზდეს და უფრო ძლიერი და უფრო კარგი იყოს იმისათვის, რომ ერთობლივად შევძლოთ დიდი წინააღმდეგობების დაძლევა და გუნდმა იგრძნოს თავი როგორც გამარჯვებულმა და სულ მუდამ უნდა იყოს გამარჯვებული. შეფასება მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. მუდმივი ღირებულებაა, რომ ადამიანმა თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა დარგოს ხე ერთის სახლი აშენოს და შვილი უნდა გაზარდოს. ამას თუ თან შეუთავსებ იმ ქმედებას, რომ მოსახლეობას შენ თანამემამულეებს მოუწოდო, როთანაც გამაჯანსაღებელ სპორტულ ღონისძიებებთან ერთად იყვნენ მჭიდრო კავშირში, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. დღევანდელი დღეც მე მგონი არის ამისი დასტური. თვითონ ის, რომ გუნდი და მოსახლეობა ნარგავებს არ გავს, ამაში აბსოლუტურად არაფერი არ არის გასაკვირი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც გუნდთან ერთად ამას აკეთებენ და ამას ახალგაზრდები უყურებენ, ბურთისაკენ მიუწევთ გული, სტადიონისაკენ მიუწევთ გული, ეს ჩვენი მომავალი თაობის სიჯანსაღეზე მეტყველებს ბატონო. ეხლა აბსოლუტურად მივესალმებით და გახარებულები ვართ ამ ქმედებით. ძალიან სასიხარულოა ჩვენ გულშემატკივრებთან ერთად პატრიარქის მოწოდებით, რომ აი დღეს ეს გამწვანების პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ხეები დავრგით ჩვენ ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად. ეგ ორ მაგაც სასიხარულოა და რაც მეტი ხე დაირგება, უფრო კაი იქნება რა და ძალიან კაი არის. მაგრამ ძალიან მოხარული ვარ ჩვენ გულშემატკივრებთან ერთად გამწვანებაში მივიღეთ მონაწილეობა და რა ვიცი, ძალიან კარგია რა ეს ყველაფერი და რაც მეტი და ბევრი იქნება, უკეთესია ყველასთვის. საერთოდ ყველამ კარგად ვიცით პატრიარქის მოწოდება ჩვენი ქვეყნის გამწვანებასთან დაკავშირებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს აქცია დღევანდელი ამას ეძღვნება. ჩვენ ძალიან დიდი მადლობას ვუხდით მეუფე დიმიტრის, მამაო იოანეს, მათი თანადგომით და მათი ლოცვა-კურთხევით შედგა დღევანდელი ეს ჩვენი აქცია და სწორედ ამას ემსახურება გავამწვანოთ ჩვენი, გავალამაზოთ ჩვენი ბაზა, პლუს ეს საქართველოსთვის სასარგებლოს, ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლოა და რა ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ახლა საფეხბურთო კლუბია და ამასთან ერთად არის ფან-კლუბი და ზესტაფონის გულშემატკივრები, ეს ერთობლივად მოვაწყოთ ჩვენ ეს მოვიფიქრეთ და ამდენად სასიხარულოა, რომ მოედნის გარეთაც ჩვენ ამას ვახერხებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ბიძგი იქნება კლუბის მომავალი განვითარებისთვის და მომავალი წარმატებებისთვის.